Ciao a tutti, ciao amici. Mოგესალმებით ყველას. გამარჯობა მეგობრებო. Ben ritrovati in questa secondo lezione di italiano. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მეორე იტალიურის ლექციაზე. პირველ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ მისალმების მარტივ ფორმებზე, განვიხილეთ ფორმალური და არაფორმალური მისალმება. დღეს განვაგრძოთ ეს გაკვეთილი, რა მოყვება მისალმებას შემდეგ და განვიხილოთ ეს არაფორმალური მისალმების ვარიანტი, ეს არის ciao. Ახსოვს ალბათ, ხო ciao-ს ვიყენებთ მისალმებისასაც და დამშვიდობებისასაც. რა ciao-ს შემდეგ მოყვება კითხვა. Come va? Გავიმეოროთ. Come va? Come va? Come va ნიშნავს როგორ მიდის საქმე. როგორ მიდის ის რაღაცა, ცხოვრება, საქმე. Come ნიშნავს როგორ. Va ნიშნავს რაღაც რომ მიდის, როგორ მიდის ის რაღაცა. იგულისხმება როგორ მიდის ცხოვრება, როგორ მიდის საქმეები, ხო? ნახეთ, come პირველი ასო და ciao-ს პირველი ასო ერთ და იგივეა. ჩიქვია ამას ამბანებად, ხო? მაგრამ აქ ჩს მოყვება i, ახლა გავიხსენოთ ის წესი, რაც წინა ლექციაზე ვთქვით, თუ ჩს მოყვება i ane, ის იკითხება როგორც ჩ, სხვა ბგერების შემთხვევაში იკითხება როგორც კ. აი აქ ხო ზუსტად სხვა ბგერა, ჩს მოყვა o და ამიტომ ის გადაიქცევა კ-თ. Come va? იტალიურში კითხვითი წინადადება უნდა გამოუხატოთ ინტონაციით. ისევე როგორც ქართულში, აი ქართულში თუ არ გვაქვს კითხვითი სიტყვა, ინტონაცია გშველის, ხო? აი მაგალითად, სახლში ხარ. სახლში ხარ? ინტონაცია გვაჩვენებს რომ კითხვას ვსვამ. ზუსტად იგივეა იტალიურშიც. Come va? აღმავალი ინტონაცია გამოხატავს კითხვის ფორმას. ხარ შეიძლება უპასუხოთ ამაზე. სხვადასხვა პასუხი არსებობს და ჩვენ აქ გამოწერილი გვაქვს ძალიან ესეთი გავრცელებული და მარტივი პასუხები. მოდი განვიხილოთ თითოეული. Tutto ok. გაიმეორეთ, tutto ok. ჩვეულებრივი ტა, აქ გაორმაგებული ტა გვაქვს, ამიტომ როგორც წინა ლექციაზე ვთქვით, ცოტა უნდა შევყონდეთ. Tutto ok. Okay, ყველაფერი რიგზია, ანუ ეს გამოხატავს, რომ ყველაფერი კარგადაა. Tutto, ყველაფერი კარგადაა. Tutto ok. Tutto bene. ნახეთ, bene ნიშნავს კარგს, კარგად. აქ ორი e გვაქვს. პირველი e უფრო ფართედ უნდა გამოვთქვათ. Bene. Tutto bene. ყველაფერი კარგადაა. ესეც იგივეს ნიშნავს. Tutto bene. შემდეგია tutto a posto. Tutto a posto. Posto ნიშნავს ადგილს, სიტყვასიტყვით. ძალიან არაფორმალური გამოთქმა. ანუ ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი რიგზეა. იდეაში ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ tutto a posto. ნახეთ, თუ სწრაფად ვიტყვით, ეს o შეგვიძლია ამოვაგდოთ, გადავახტოთ. Tutto a posto. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა. რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფრის პასუხის ნაცვლად შეგვიძლია ვთქვათ უბრალოდ bene, კარგად ვარ. Bene. Ciao. Come va? Bene. ან bene-ს წინ დავურქვეთ. Molto bene. ძალიან კარგად. Molto ნიშნავს ძალიან. Molto bene, ძალიან კარგად. Abbastanza bene. ნახეთ? Abbastanza bene. ორი b გვაქვს. გაორმაგებული b. შევყოვდეთ abbastanza c ბოლოში. Bene. ნახეთ რას ნიშნავს? საკმაოდ კარგად. ან piuttosto bene. ორი t. Piuttosto bene. ესეც იგივეს ნიშნავს, საკმაოდ კარგად. რა თქმა უნდა, როდესაც ვიღაცა პასუხობს, რომ კარგად აქვს საქმე, საკმაოდ კარგად არის, ჩვენ ვეუბნებით, რომ მოხარული ვარ. ვიხარია, რომ კარგად არის. ნახეთ, როგორ გამოითქმის ეს mi fa piacere.
პეჩერი ჩვენ წინა ლექციიდან ვიცით, ხომ ეს სიტყვა, როცა ვესალმებით ვიღაცას, მოხარული ვარ, ვეუბნებით, ciao, piacere, sono Tamara. გაცნობისას, ხო? მოხარული ვარ, ანუ რაღაც სასიამოვნოს ნიშნავს, piacere. Mi fa piacere, ანუ სიამოვნებს რომ შენ კარგად ხარ. შემდეგი სიტყვა არის male. Male არის ბენეს ანტონიმი, ანუ ბენე თუ კარგად ყოფნას ნიშნავს, male ცუდად ყოფნას ნიშნავს. ამ malesთან შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაფერი ის, რაც გამოვიყენეთ ბენესთან. ანუ თუ ვინმე გეუბნება ciao, come va? Male, molto male, ძალიან ცუდად. Abbastanza male, საკმაოდ ცუდად. Piuttosto male, საკმაოდ ცუდად ვარ, ხო? ჩვენ ვეუბნებით რომ წუხვარ, ძალიან ცუდი რომ ცუდად ხარ, წუხვარ, ხო? Mi dispiace. ნახეთ? Mi dispiace. გაიმეორეთ ეს ჩემთან ერთად. Mi dispiace. Piacere, dispiace. Piacere იყო დადებით კონტექსტში, ანუ მოხარული ვიყავით და dispiace წუხვარ არის. Dis თავსართი խոսაწინააღმდეგოს ნიშნავს. Piace, mi dispiace, წუხვარ. და მერე ამის შემდეგ ვეკითხებით მიზეზს, რატომ არის ცუდად, ხო? აი ესე შეგვიძლია ვთქვათ. Come mai? Perché? ეს იგივეს ნიშნავს. უფრო გავრცელებული ფორმა რა თქმა უნდა perché-ია. რატომ? Perché? აი შეგვიძლია გამოვიყენოთ come mai? რატომ ხარ ცუდად? Perché? რატომ ხარ ცუდად? მიზეზი ვიკითხეთ. აქ გავუკვირდეთ ერთ რამეს, ნახეთ? Choose. შემდეგ მოყვება ასე ვთქვათ, ეიჩი, ინგლისურად ამას იტალიურში ქვია აკა, ანბანში. აი ამ ასოს, თუმცა მას ბგერა არ აქვს. მუნჯია. ერთადერთი ასოა იტალიურში, რომელიც არ გამოითქმის. მაგრამ გამოიყენება ესეთ შემთხვევაში, ნახეთ, perché წესით ეს რომ არ იყოს, ეს ჩთ უნდა გამოვთქვათ, ხო? perché, მაგრამ აქ რადგან ჩაჯდა აკა, ამან დაარღვია ეს წესი და გამოითქმის როგორც კ. perché რატომ ხარ ცუდად? ეხლა გამიხოთ სხვა ვარიანტი, ანუ ეს პირველი რაც თქვით, რაც მოვაყოლეთ, იყო, როცა ვკითხულობთ როგორ მიდის საქმე. მაგრამ თუ ვეკითხებით ადამიანს, შენ როგორ ხარ, უნდა ვიკითხოთ, come stai? Come stai? ინტონაცია აქაც აღმავალი უნდა იყოს, იმიტომ რომ კითხვა ვსვათ, come stai? Come როგორ stai? ნახეთ აქ რა არის stare, ზმნა, ნიშნავს დარჩენას. და მისი მეორე ფორმა არის stare. სიტყვით თითქოს როგორ დარჩი ამას ნიშნავს, მაგრამ აზრობრივად ნიშნავს როგორ ხარ. აი ხარ სიტყვა ყოფნის მეორე ფორმა არის sei. მაგრამ ნახეთ ამას არ ვიყენებთ. როცა ვეკითხებით როგორ ხარ, come sei არ შეიძლება შეცდომა. ამ შემთხვევაში ვიყენებთ come stai, როგორ ხარ, ეს უნდა დაიმახსოვროთ. გაიმეორეთ. come stai, როგორ ხარ? ამის პასუხად, რა თქმა უნდა, გამოგვადგება ყველაფერი ის, რაც ვილაპარაკეთ. ხო? Ciao, come stai? Molto bene. E tu? ნახეთ? Ciao, come stai? გამარჯობა, როგორ ხარ? Molto bene, ძალიან კარგად. და შენ უბრუნებთ ხო კითხვას, როგორ ხარ? E tu? და შენ, tu ნიშნავს შენ. და შენ როგორ ხარ იგულისხმება. პასუხი რა არის? მეც კარგად ვარ. Anche io. ნახეთ? Anche io, grazie. მეც კარგად, მადლობა. Anche დავკვირდით იგივე, რაც perché-სთან მქონდა. აი ეს აკა ჩაჯდა ჩსა და ეს შორის და ეს გადაიქცა როგორც კ. Anche თვითონ ეს არ იკითხება, უბრალოდ ეს გახადა კ. ამ აკამ ჩ გახადა როგორც კ. Anche io, grazie. მეც კარგად ვარ, მადლობა. დღეს ბევრი ახალი სიტყვა ვისწავლეთ, ჩემი რეკომენდაცია ხშირად გავიმეოროთ ეს ფრაზები. ნახვამდის, სულ ეს იყო დღევანდელი ლექცია, arrivederci.